პირველ რიგში მინდა დავიწყო იმით, რომ ინსტიტუცია დღეს აქტიურ ფაზაში იმყოფება არჩევნების სამზადისთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა სამზადისის ნაწილი გახავთ ის, რომ ჩვენ ვახორციელებთ განვლილი არჩევნების შეფასებას, გაანალიზებას, მათ შორის ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების მაქსიმალურად გათვალისწინება, სადაც ეს შესაძლებელი არის, რა თქმა უნდა და ბუნებრივი არის ის საკითხი, რომელიც უკავშირდებოდა ხმის მიცემის ფარულობას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოჟონვის კვალი შემთხვევებს, რომელიც პროპაგანდისტულად წარმოჩენილი იყო იმდაგვარად, რომ თითქოს ამომრჩევლის ნება იყო იდენტიფიცირებადი და ირღვეოდა ხმის ფარულობა, რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. თუმცა ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა ინსტიტუციამ და როგორც არჩევნების ადმინისტრირებაზე ვალდებულმა ინსტიტუციამ ჩვენ ამ საკითხსაც დაუთმეთ ყურადღებად, გავამახვილეთ ყურადღება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ არც მაშინ, არც ამ შემთხვევაში არ ვთვლით და არც ქონია რეალურად ხმის ფარულობის დარღვევას ადგილი, ეს დადასტურდა არაერთი საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტანციაში საჩივრების განხილვების შედეგად, ეს დადასტურდა სასამართლოების სხვადასხვა ინსტანციაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ მაინც მივაქციეთ ყურადღება იმ გარემოებას, რომ არ დაგვეტოვებინა სივრცე სპეკულაციებისა და მანიპულაციებისთვის, ამ მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხმის მცველ აპარატზე გაკეთებული იქნება სპეციალური საფარი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ გამოჟონვის კვალის არსებობის შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იყოს თვითონ ამ გამოჟონვის კვალის იდენტიფიცირება. მიუხედავად იმისა, რომ პროცესში, როგორც მსგავსად გასული წლისა ამოყენებული არის ჩარჩო ფორმა, ამ ჩარჩო ფორმის ზომაც იქნება გარკვეულწილად დაგრძელებული და ის ასევე დაფარავს გარკვეულ ინსტრუქციის გარკვეულ ნაწილს, მაგრამ იმისთვის, რომ ეს საკითხი ამ არჩევნებზე არ გახდეს ასევე სპეკულაციის ადრესატი, ამიტომ ჩვენ შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად შეგვემცირებინა სივრცე ამ სპეკულაციებისთვის. შესაბამისად, ამ არჩევნებზე სიახლის სახით ამომრჩეველს იმ უბნებზე, რომელიც მოდერნიზებული უბნების კატეგორიაში შედის, იქნება ხმის მცველი აპარატები ამ სპეციალური საფარით, თუმცა აქვე მინდა ვუპასუხო ამ სპეკულაციებს და განუმეორდე ჩვენს პოზიციებში, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ არც ქაღალდის ხარისხი არის აქ რაიმე შუაში, არც მარკერის პროცენტობა და მასში შემავალი ალკოჰოლის პროცენტობა და ასე შემდეგ, რომელიც ასევე სპეკულაციურად იყო წარმოჩენილი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შევქმნით ისეთი მოდელი, რომელიც სრულად აზღვევს ხმის ფარულობის კომპონენტს და არტოვებს სივრცეს იმისთვის, რომ გარკვეული სპეკულაციები განხორციელდეს. რას ნიშნავს ეს? პირველ რიგში იმას, რომ ვერიფიკაციის აპარატი არ არის არანაირად არც ელექტრონულად და არც ფიზიკურად დაკავშირებული ხმის მცველ აპარატთან და არ არის და ვერ იქნება ბუნებაშიც დაკავშირებული წინასწარ დაბეჭდილ ბიულეტენებთან, რომელიც ამომრჩეველს შეუძლია აიღოს ნებისმიერი, განსხვავებით ვთქვათ იმ ქვეყნებისა, სადაც ვერიფიკაციის პროცესი არის მიბმული ბიულეტენის ბეჭვდა და ასე შემდეგ, სადაც ჰიპოთეტურად შეიძლება არსებობდეს ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ხომ არ შეიძლება კომისიამ გაიგოს ან იდენტიფიცირება მოეხდინოს თუ ვისმისა ამომრჩეველმა ხმა. ვერავინ ვერასდროს ვერ დაამტკიცებს იმას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანაში ჩვენი კანონმდებლობა ერთადერთ გამონაკლისს უშვებს, როდესაც იდენტიფიცირება ამომრჩეველსა და ბიულეტენს შორის ბმის ხდება, ეს არის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც საარჩევნო კოლეგიის წევრისთვის განსაზღვრული არის ბიულეტენი და ნებისმიერ სრულად შეუძლია გაიგოს თუ ვისმისა კონკრეტულმა კოლეგიის წევრმა ხმა, განსხვავებით თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნებისა, როდესაც ეს შეუძლებელია, რომ რამენაირად ბიულეტენის ბმა კონკრეტულ ამომრჩეველთან მიმართებაში გაკეთდეს. შესაბამისად, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იყო სპეკულაციებისთვის გამოყენებული ქაღალდის სისქეც, იმიტომ რომ ქაღალდს აქვს თავისი სტანდარტი, რომელიც ვენდორმა კომპანიამ, რომელიც გახავთ Smartmatic და არჩევნების მოდერნიზებას აკეთებს მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, ბუნებრივია, რომ ის სასწორზე ასობით მილიონი ამომრჩევლისთვის მიწოდებულ სერვისს არ დადებს იმისთვის, რომ ჩვენთან რაღაცნაირად გაჩნდეს კითხვის ნიშნები, რომელმაც შეიძლება ირიბათ თუ პირდაპირ მათ რეპუტაციაზე, ის
არ აისახოს. ისევე როგორც ჩვენ არ დავდებთ ჩვენს რეპუტაციას და ამხელა ტექნოლოგიური ინტერვენციის, ესე რომ ვთქვათ, სანდოობას და მიმღებლობას რეპუტაციაზე იმის გამო, რომ სადღაც ქაღალდის გრამაჟობას რაიმე დავაკლოთ ან მოუმატოთ. ყველაფერი იყო სტანდარტების შესაბამისად, იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რომელიც ვენდორმა კომპანიამ როგორც მარკერთან მიმართებაში, ასევე ქაღალდის სისქესთან მიმართებაში გააკეთა და უფრო მეცაც გეტყვით. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთ შტატში, ისევე როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინაში, რომელმაც ჩვენი მოდელი ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის ნაწილში გადაიტანა თავიანთ პრაქტიკაში, საერთოდ არ იყენებს ჩარჩო ფორმას. ისევე როგორც არატრადიციული, უკაცრავად ტრადიციული არჩევნების ჭრილში არის ძალიან ბევრი, მათ შორის ევროპული ქვეყნები, რომლებიც საერთოდ კონვერტში არ ათავსებენ ბიულეტენს, არის გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი და პირდაპირ იქვე თუ დგახარ ყუთთან ახლოს, მარტივად დაიდენტიფიცირებ თუ ვინ ის სახმა, მაგრამ ჩვენი შემთხვევაში კაბინაში შესვლიდან დაწყებული, დასრულებული ხმის მთვრელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებით უზრუნველყოფილი არის ყველა საკანონმდებლო თუ პრაქტიკული გარემოება იმისთვის, რომ ხმის ფარულობა იყოს, არის და იქნება დაცული. კი ბატონო, ამ შემთხვევაში უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ სწორედ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შესახებ ერთ-ერთი საჩივარი დააკმაყოფილა ერთ-ერთმა მოსამართლემ და მოკლედ მან დაადგინა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითის მიხედვით ეს თუმცა ეს გასაჩივდა ზემდგომ ინსტანციაში, რომელმაც არ გაითვალისწინა ქვემდგომ ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ის გადაწყვეტილება შეიცვალა, ესეც უნდა აღინიშნოს. გადავიდეთ, ბატონო გიორგი, გადავიდეთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც. ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტუალური არის ეუთოოდირის სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლა, არ ჩამოსვლის საკითხი. ვიცით, რასაკვირველია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არ იწვევს სადამკვირვებლო მისიებს და ვნახეთ ჩვენ მთავრობის შეცვლილი გადაწყვეტილება ჯერ უარი ეუთოოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევაზე, შემდგომ კი შეცვლილი გადაწყვეტილება, თუმცა ვიცით, გააკეთეს მათ განცხადება, რომ არ ჩამოვლენ წლევანდელი არჩევნების დასაკვირვებლად. ეუთოოდირი იყო ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და მათი რეკომენდაციები ყველა გასული არჩევნების შემდეგ იყო ხოლმე ერთგვარი საორიენტაციო დოკუმენტი თქვენთვისაც, როგორც უწყებისთვის, რომ შემდგომი კენჭისყრისთვის და შემდგომი არჩევნებისთვის სწორედ აი ამ რეკომენდაციებზე და შენიშვნებზე დაყრდნობით უკვე განგევითარებინათ საარჩევნო პროცესი და გამოგესწორებინათ ხარვეზები. აი წელს როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი მნიშვნელოვანი სადამკვირვებლო მისიის გარეშე წლევანდელი კენჭისყრა? მადლობა ნანუკა, რომ ამ საკითხსაც შეეხეთ, იმიტომ რომ ბოლო დღეების განმავლობაში ზოგადად ეუთოოდირთან დაკავშირებით, ისევე როგორც დამკვირვებლების არარსებობასთან დაკავშირებით, ბევრი მოსაზრება ვრცელდება, მათ შორის შეიძლება ითქვას, რომ რიგ შემთხვევებში ასევე სპეკულაციურად, მაშინ როდესაც მე მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს და ყველა იმ სურვილს, ვისაც გააჩნია არჩევნებზე დაკვირვების სურვილი, რომ ჯერ კიდევ არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადები და ეს არის მაგალითად 24 სექტემბერი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის ბოლო ვადა, როდესაც მათ შეუძლიათ ცენტრალური ისევე როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებს მიმართონ რეგისტრაციისთვის 27 სექტემბერი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ეს ეხება როგორც საელჩოებს, ეხება სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ასე შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციებს და ასე შემდეგ. ეს არის 27 სექტემბერი და არის 29 სექტემბერი მედია ორგანიზაციებისთვის, რათა მათ მოგმართონ და გაიარონ აკრედიტაცია. მე მინდა გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით 20-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსით უკვე შესაბამისმა ორგანიზაციებმა მოგმართეს და გაიარეს რეგისტრაცია, მათ შორის არიან ევროპული ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციები და დამეთანხმებით ალბათ იმაში, რომ ერთ-ერთი ვისაც დამოუკიდებლად, მიუკერძებლად და ყველაზე მთავარი პროფესიულად და კვალიფიციურად ვისაც შეუძლია დააკვირდეს არჩევნებს, ეს გახლავთ საარჩევნო ინსტიტუციები, რომლებსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება და ამასთანავე აღსანიშნავია ის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციების ვიზიტის ფარგლებში არამხოლოდ დაკვირვება და ლიმიტირებული დაკვირვება, მოდი პირდაპირ ვთქვათ, იმიტომ რომ ზირთად კენჭისყრის დღესთან და წინა დღეებთან მიმართებაში ხორციელდება, მაგრამ ისინი ასევე ჩამოდიან და გამოცდილებას იღებენ საარჩევნო ქართული არჩევნებისგან, რაც არაერთი ბატონო გიორგი, ბოდიშს გიხდით, რომ გაწყვეტინებთ გამოცდილების შედეგი იყო?
ბატონო გიორგი, ბოდიშს გიხდით რომ გაწყვეტინებთ, ვინაიდან ჩვენი დრო არის შეზღუდული EU-ზე, თუ შეიძლება რომ გავაკეთოთ გადმარტება და შემდგომ გადავიდეთ უკვე სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე. დიახ, ანუ ნანუკა რისი თქმა მსურდა ამით, რომ 20-ზე მეტი არის უკვე დარეგისტრირება, ანუ ვისაც სურდა და ვისაც ამის ინტერესი აქვს, ისინი მოგმართავენ და არ ხდება ის, რომ სპეკულაციურად დააკვირდებიან, არ დააკვირდებიან და ასე შემდეგ, არ წარმოაჩენენ ამ საკითხს. ამიტომაც გაუსვი ვადებსაც ხაზი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, რაც შეეხება EU-თო ODIHR-ს და 10-ზე მეტი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არის უკვე რეგისტრირებული, არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, უკვე ძალიან ბევრ მედია საშუალებაზე, რომელმაც უკვე მოგმართა ჩვენ. რაც შეეხება EU-თო ODIHR-ს, მოკლედ მე მგონი აქ სადაოა არ არის არაფერი იმაში, რომ ზოგადად დაკვირვება და განსაკუთრებით EU-თო ODIHR-ის ქვეყანაში არსებობა, ეს არის ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი და მნიშვნელოვანი კომპონენტი, ხო? ეს სხვა ქვეყნებშიც ეს არის საქართველოს არ არის გამონაკლისის შემთხვევა, სადაც დამკვირვებლები ჩადიან, ეს არის რაღაც ციკლი, ბიზნეს პროცესი ამ შემადგენელი საარჩევნო ნაწილის. და ჩვენ ყოველთვის, ჩვენი ინსტიტუცია ყოველთვის ხმამაღლა საუბრობდა იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის EU-თო ODIHR-ის არსებობა ქვეყანაში დააკვირდეს წინა საარჩევნო, კენჭისყრის დღეს და პოსტ საარჩევნო პერიოდს, თუმცა სამწუხაროდ ასევე იმასაც ხედავთ ხოლმე, როდესაც EU-თო ODIHR-ი წერს დასკვნას, წინა საარჩევნო პერიოდში ყველა თან ხვდება იმაზე, რომ ეს დოკუმენტი იქნება, რაც არ უნდა ეწეროს ყველასთვის ესე რომ ვთქვათ, გზამკვლევი, შემდგომი შეფასებებისა და დასკვნების გამოტანისთვის, მაგრამ საბოლოოდ ისე ხდება ხოლმე, რომ რაც ჩვენ გასული არჩევნების შემდგომ კარგად ვნახეთ, რომ ხდება დისკრედიტაცია ამ დასკვნის, მათ შორის არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, არამედ საერთაშორისო დონეზე, მათ შორის გარკვეულწილად EU-თოს საპარლამენტო ასამბლეის სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან, ხო? ნიველირება იმ გარემოებების, რომელიც ამ დოკუმენტში არის მოყვანილი, მათ შორის სადაც სახაწერი არჩევნების კარგად ტექნიკურად და პროცედურულად ადმინისტრირების თაობაზე და ერთ-ერთი ის ინსტიტუტი ვართ, რომელთა დაკავშირებითაც ძალიან ბევრი დადებითი არის აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ არის მიგნებები, არის წუხილები, არის რეკომენდაციები, ჩვენ შეიძლება ბევრს არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ უმეტეს ნაწილში რეკომენდაციები იქნება თუ მიგნებები, ჩვენ ამის ანალიზს ვაკეთებთ, ამის შეფასებას ვაკეთებთ და ასე შემდეგ. თუ რატომ და რაზე დაყრდნობით მიიღო სახელმწიფომ შესაბამისი გადაწყვეტილება, ეს რა თქმა უნდა მათი უფლებამოსილების საგანი არის და მათი შეფასების საგანი არის, მაგრამ მე მოხარული ვარ მაინც იმ ფაქტით, რომ ასეთი მოწვევის ფაქტი არსებობდა და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შეზღუდული პერიოდი იყო, მე ვფიქრობ, რომ ერთვიანი ვადა მაინც იყო ის გარკვეულწილად ის პერიოდი, რომელიც მისცემდა თუნდაც ლიმიტირებული სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში სხვადასხვა ორგანიზაციას იმის შესაძლებლობას, რომ დაკვირვებოდნენ დარჩენილ პერიოდში, როგორც წინა საარჩევნო პერიოდს, ასევე კენჭისყრის დღეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მათი უფლება არის, მათი შეხედულება და ბუნებრივი არის ჩვენ ამ ნაწილში მხოლოდ და მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მივესალმებოდით EU-თო ODIHR-ის ქვეყანაში არსებობას ნებისმიერ ეტაპზე, როდესაც მათ ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოთ. ისევე როგორც ნებისმიერი ყველა იმ ობიექტური ორგანიზაციის არსებობას, ეს იქნება ადგილობრივ დონეზე თუ საერთაშორისო დონეზე, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში მოგმართავს და თქვენ თუ დააკვირდებით ჩვენი სხდომების მიმდინარეობას, კარგად ნახავთ, რომ ინსტიტუციას არც ერთი შეზღუდვა და არც ერთი ბარიერი არ შეუქმნია არც ერთი ორგანიზაციისთვის, რომელიც აკმაყოფილებდა კანონს, ყველამ კანონის შესაბამისად გაიარა რეგისტრაცია და ასე იქნება ყველა იმ ორგანიზაციის შემთხვევაში, რომელიც ჩვენ ამ ვადებში მოგმართავს და აკმაყოფილებს კანონს და რა თქმა უნდა კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და ყველას მიეცემა შესაძლებლობა. ამიტომ კარგი იქნება აუცილებლად უნდა გკითხოთ დაასრულებენ სპეკულაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ხო, ასევე უნდა გკითხოთ და აქვე გთხოვთ, რომ შეძლებს დაგვარად მოკლედ გავცეთ პასუხი ამ შეკითხვას. დღეის მდგომარეობით მე სწორედ ეს ინფორმაცია მაქვს ხელთ, დღეის მდგომარეობით დარეგისტრირებულია ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან 11
11, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 19 სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ცხადია ვიცით, რომ ჯერ კიდევ არის, ხო, სექტემბრის ბოლომდე რეგისტრაციის ვადები, თუმცა ადგილობრივმა ძალიან ავტორიტეტიანმა მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა თქვეს, რომ რესურსების სიმცირის გამო მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში მათ აღარ აქვთ რესურსი, რომ დააკვირდნენ არჩევნებს. მე მაინტერესებს აი გასული, ვთქვათ, პრაქტიკის მიხედვით, ხო, სადაც უამრავი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნა იდებოდა, თქვენს გქონდეთ შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიის დასკვნები თუნდაც არგუმენტად გამოგეყენებინათ, ხო? მათ შორის, როდესაც სანდოობის საკითხი დგებოდა ეჭქვეშ, პირველ რიგში რომ შეაფასოთ, აი ეს რაოდენობა არის თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ არჩევნებს სრულფასოვნად გაეწიოს მონიტორინგი, ამ დღის მდგომარეობით არსებული ვითარება და ასევე ვთქვათ, თუ კი იქნება გასულ წლებთან შედარებით სადამკვირვებლო მისიების ასეთი მკვეთრი სიმცირე, საარჩევნო ადმინისტრაცია როგორ შეძლებს, რომ გაამყაროს თავისი არგუმენტები მათ შორის ამ მომრჩევლებთან, ხო, მოქალაქეებთან, რომლებსაც შეიძლება გაუჩნდეთ გარკვეულ პროცედურებთან დაკავშირებით სანდოობის შესახებ კითხვის ნიშნები. მადლობა ნანუკა კითხვისთვის. მოკლედ პირველ რიგში ინდიკატორი იმისა, თუ რამდენი ორგანიზაცია იქნება დარეგისტრირებული, მეტი თუ ნაკლები, რა თქმა უნდა, ეს არ გახლავთ იმის წინაპირობა, რომ რაღაცნაირად ამ ყველაფერმა სანდოობის ხარისხი აამაღლოს ან შეამციროს. შეიძლება იყოს ერთი ორგანიზაცია, რომელსაც ისეთი ავტორიტეტი ჰქონდეს, ისეთი წარმომადგენლობა ჰქონდეს, თუნდაც იგივე ეუთოოდირი, ხო? ან იგივე ადგილობრივ დონეზე რომელიმე ორგანიზაცია და ასე შემდეგ, რომელიც უფრო წონადი იყოს, ვიდრე რაღაც რაოდენობრივად გაზრდილი ორგანიზაციების მაჩვენებელი, რომელთაც თავიანთ სადამკვირვებლო მისიების განხორციელების პროცესში მიკერძოების ძალიან მაღალი ხარისხი აჩვენებს. ელოდებით ასეც ბატონო გიორგი წელს, ელოდებით ასეთი სანდოობის სადამკვირვებლო მისია არის. სხვათა შორის ეუთოოდირი თავის არაერთ დასკვნაში საუბრობს. მაპატიეთ? ელოდებით, თქვათ, ასეთი ავტორიტეტის მქონე სადამკვირვებლო მისიას, თქვათ, წელს, მაგალითად, როგორც არის ეუთოოდირი? ნუ ეუთოოდირის პოზიცია მე მგონი თქვენთვის, ჩემთვის, საზოგადოებისთვის იმ თავითაც ცნობილია, რომელმა გააკეთეს ოფიციალური განაცხადი და თქვენს რომ ისინი ვერ ჩამოვლენ, ხო, იმ მიზეზებით, რომელიც მათ დაასახელეს. ვიზიარებთ თუ არ ვიზიარებთ, ეს მეორე საკითხი არის ამ პოზიციას, მაგრამ თავარი არის ის, რომ ისინი ვერ იქნებიან. რაც პირდაპირ ვიტყვი, რომ სამწუხაროა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ნამდვილად ერთ-ერთი იმ ინსტიტუტთაგანი, რომელიც ყოველთვის მიესალმებოდა ეუთოოდირის ქვეყანაში ყოფნას, რომელიც შესაძლებლობის ფარგლებში იზიარებდა ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც იქ იყო მოსული და მათ შორის პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ რეკომენდაცია იყო თუ სხვადასხვა შეფასება, რომელიც ამ დოკუმენტში იყო, არაერთხელ ყოფილა, როდესაც პირისპირ საუბრისას ჩვენ არაერთხელ გაგვიჟღერებია ჩვენი უკმაყოფილება თუ შეგებებული პასუხი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც იქ იყო მოყვანილი, რომელსაც არ ვიზიარებდით და არ ვეთანხმებოდით, მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ ვერცეთ ისეთ შემთხვევას, როდესაც ჩვენ გამოვსულართ და გაგვიკრიტიკებია ეუთოს დოკუმენტი, ხო? იმიტომ რომ დასაწყისში არჩევნების დასაწყისში მათ შორის ჩვენც ვამბობთ იმას, რომ ეს მისასალმებელია, მნიშვნელოვანია და უნდა მივიღოთ იქ მოგწონს, არ მოგწონს თუ ასე შემდეგ, უნდა მივიღოთ მათი მოსაზრებები. რასაც ვერ ვიტყვი, თქვათ, ყველა ადგილობრივი ორგანიზაციის შემთხვევაში, იმიტომ რომ მაგალითად არის ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელმაც სხვადასხვა წლებში ესე რომ ვთქვათ, ისეთი გარემოებები გამოავლინა, რომელმაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად დააზიანა მასთან მიმართებაში გარკვეულწილად სანდოობის საკითხები. და ამაზე სხვათა შორის ეუთოოდირი იგივე სხვადასხვა წლების შემთხვევაში ცალსახად საუბრობს სხვადასხვა ორგანიზაციების მიკერძოებულობასა და აფილირებაზე. მაგრამ მე მინდა ერთი რაღაც ვთქვა, რომ 19 აღნიშნეთ თქვენ ორგანიზაცია, ეხლა CESCO-ს ხტომა გაიმართა, სადაც ბრიტანეთის მალაიზიის კიდე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, საარჩევნო ინსტიტუტები დარეგისტრირდნენ და ესენი დღეს ვიღაცები ეს მონაცემები შეიძლება ქვეყნებიდან
ეს მონაცემები ბუნებრივია ვადის ამოწურვამდე შეიცვლება. ეს მონაცემები კი, თუმცა რომც არ შეიცვალოს საერთაშორისოების ნაწილში ვფიქრობ, რომ ესენი არიან ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, რომლებიც პროფესიულად და კვალიფიციურად დააკვირდებიან პროცესს და არა მხოლოდ დააკვირდებიან ნანუკა. მაგალითად, ბოსნია-ჰერცეგოვინა იმყოფებოდა გასულ წელს ჩვენთან სასწავლო ვიზიტით და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოყენებული ტექნოლოგიური საშუალებები ვერიფიკაციაში და ხმის მიწის დათვლისა და მიცემის ნაწილში ერთ-ერთში წაიღო თავის ქვეყანაში, სადაც ჩარჩო ფორმის გარეშე ხდება ბიულეტენის მოთავსება ხმისთველ აპარატში და არავის ეს იქ პრობლემურად არ დაუფიქსირებია. აი ესენი სხვათა ამ ყველაფერზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ ხმამაღლა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია, რომელიც მისცემს მათ შემდგომ ადეკვატური დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.